რადიკალური ოპოზიციის ერთი ნაწილის ლექსიკონში სიტყვები არჩევნებში მონაწილეობა და სურვილიც ღიად გაჩნდა. გახარიას პარტია და ლელო თვითმმართველობის არჩევნებზე გავლენას კი ნაციონალურ მოძრაობასა და გვარამე ამელიას ახალს არ მოსწონს. შიდა ოპოზიციური განხეთქილება აშკარა არჩევნების მობილური ტელეფონით, ასევე ინტერნეტით ჩატარების ბურჭულაძის უტოპიური იდეის შემდეგ კოლეგების წინააღმდეგ ახლა გამოკითხვას სოციალურ ქსელში უკვე ნიკამელი ადარებს. თეთმა გრიგორაშვილი გიამბობთ. ერთი შეკითხვა პარტია ლელოსთან დაკავშირებით და პარტია გახარია საქართველოსთან დაკავშირებით წახვიდოდით არჩევნებზე და ხმას მიცემდით აი ასეთი პოზიციის მქონე პარტიებს თუ შეიძლება კი ან არა რომ დავწეროთ კომენტარებში. სატელეფონო არჩევნების შემქმნელები ლელოს ტოპტვინებს კომენტარებით ებრძვიან. ხალხისგან დისტანცირებით და ტექნოლოგიებთან დაახლოებით ამჯერად ნიკამელია ონლაინ ეგზიტ პოლით გახარიას და ლელოს უპირისპირდება. მიზეზი ერთია, კოლექტიური ნაცმოძრაობის ნაწილმა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი ღიად დააფიქსირა. ოპოზიციონერები, რომლებმაც პუფის სახელი თავის დროზე პარლამენტში შესვლით თავადვე დაირქვეს, ახლა გახარიას და ლელოს უპრინციპოებად და არაადეკვატურებად მოიხსენიებენ. როცა ვსაუბრობთ ჩვენ ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც აღიარებდა არჩევნების ტოტალურ ხარყალბებას, რომელიც ამბობდა, რომ ივანიშვილი დიქტატურას ამყარებს ქვეყანაში და ამ დროს პარალელურად იზრდებს მონაწილეობას ნებისმიერ საარჩევნო პროცესში, ეს არის უბრალოდ არაადეკვატური, არათანმიმდევრული, უპრინციპო ნაბიჯი მათი მხრიდან. იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალები მხოლოდ პატრონების დავალებებს მიჰყვებიან, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი მონური ფსიქოლოგიის ადამიანები ისტორიაში შავ ლაქად დარჩებიან. გვიკვირდა ალბათ ხო რა ამოძრავებს ადამიანს რომ საკუთარი სამშობლოს წინაშე წავიდეს. აი შეხედეთ რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, მელიებს და გვარამიებს და გახარიებს და ხაზარაძეებს, რა ამოძრავებთ რომ საკუთარ სამშობლოს ღალატობენ და გორბაჩოვის თანამებრძოლ ლიტველ დეპუტატზე ცვლიან თავისი ქვეყნის ინტერესებს. როგორც სააკაშვილის მოღვაწეობა სამარცხვინო დარჩა და შავლაკად ჩვენს ისტორიაში, ასევე სამარცხვინო დარჩებიან ეს ადამიანები ისტორიაში. ასე რომ ეხლა უბრალოდ საკუთარ ასე ვთქვათ ამ მოღალატეობრივ ობელისკს ასე ვთქვათ კიდევ უფრო ამყრივებენ და ამყარებენ. ეს არის საცოდავი ბედი მოღალატისა. მმართველი გუნდისთვის ოპონენტები სამ ფლანგად იყოფიან. ქართულ ოცნებაში დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია სრულად განწირულია. ერთნი ყავს, რომლებიც მობილურით ატარებენ არჩევნებს, იცით თქვენ. ბურჭულაძის მიმართულება თუ ფლანგი უბრალოდ ხოვნა არის ამორჩევლების მიმართ დატენილი კონტენტ იმ დღეს მობილურები, რამე ლაფსუსი რო ანუ, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია არ ჩაითვლება. მეორე გიჟების მიმდინარეობა, რაღაც პლატფორმა წინააღმდეგობის შექმნილი, ამას კალბტონი სალომე ხელმძღვანელობს, პარადი ხო ჩაიბარა. რამდენიმე დღის წინ. და ეხა ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს და აქაც, სიგიჟე და მესამე დარჩენილები თამაშგარეთ, მელიები, ჩახტილები და ასე შემდეგ. საერთოდ ვერ გაურკვევია და ეხა ერთმანეთს დაერივნენ. რაც უნდა ის უქნიათ. მიიღებენ მონაწილეობას, მათთვის იქნება ვაი, არ მიიღებენ და უი. თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებშიც არაპირებენ მონაწილეობის მიღებას, ამით ფაქტობრივად მათ აღარ იქნებათ რაიმე უფლება, რომ დაიქვან თავი პოლიტიკურ პარტიად. ეს იქნება ჩვეულებრივ რაღაც დაჯგუფებან ბანდა. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები იქნა განხორციელებული როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, სხვადასხვა სოფლებში, ქალაქებში, რაიონებში, თუმცა არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. გამოწვევები ამ ყველაფერს ჭირდება ღირსეული პასუხი და საზოგადოებას უნდა უთხრათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას თუ რას გეგმავთ ჩვენ როგორ ვაპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას. როგორც ყოველთვის არჩევნების მოახლოებასთან ერთად რადიკალთა პირადი ზრახვები და ინტერესები სააშკარაოზე გამოდის. 4 თვეზე მეტი თვითმმართველობის არჩევნებამდე და დაძაბულობა ოპოზიციონერთა შორის უკვე პიკს აღწევს.